ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე დიანა ლომაია მარნეულში გამართულ პირველობაზე საქართველოს ჩემპიონი გახდა. იგი 10 წლის გოგონათა შორის გამოდიოდა და 9 შესაძლებლობიდან შეჯიბრი 8 ნახევარი ქულით დაასრულა. Ამ გამარჯვებით დიანამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ოქტომბრის თვეში იგი საბერძნეთში გაემგზავრება. საქართველოს ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ფოთიდან ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 8 მოსწავლე მონაწილეობდა და ისინი საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. საქართველოს აწლამდე ჩემპიონატში წარმატებითი ასპარეზა დიანა ლომაიამ, მან 9 შესაძლებლობიდან 8 ნახევარი ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება საბერძნეთში. ასევე მინდა აღვნიშნოს სხვა ფოთელი მოჭადრაკეები, რომელიც მართალია საპრიზო ადგილზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ბოლო ტურამდე ინარჩუნებდნენ საპრიზო ადგილზე გასვლის შანსებს და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დაჯერდა ელენე წოწონავა, მეხუთე იყო ნინო სოლომონია, ჭაბუკთა შორის, 18 წლის ჭაბუკთა შორის, მეოთხე ადგილზე გავიდა ნიკა ყვამბერია. მთლიანად ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა გამოსვლა შეიძლება დამაკმაყოფილებად ჩაითვალოს. მე მივიღე აწლამ გოგონათა შორის მონაწილეობა, ძალიან ძლიერი მეტოქეები მყავდა და ჩატარდა 9 ტურიდან ამიღე 8 ნახევარი ქულა და გავედი პირველ ადგილზე. მონაწილეობა მივიღე საქართველოს ჩემპიონატზე და 9-დან 6 ნახევარი ქულით დავიკავე მეორე ადგილი. მომავალში ვეცდები, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოს. საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატს ჭადრაკში მარნეულმა 21-დან 29 აპრილის ჩათვლით უმასპინძლა. იგი 10, 14 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. მასში სხვადასხვა რეგიონის 200-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.